დღეს გავაკეთოთ სიღრმისეული ანალიზი თქვენ და ჩაფიქრებული პიროვნების სასწავლო ურთიერთობის. ეხლა ვნახოთ რა ენერგიებში გახართ და რა ენერგიებში იმყოფებით ერთმანეთთან. ეხლანდელი თქვენი ენერგიები რა არის? საკმაოდ რთული სიტუაცია მოგდით, ამჟამინდელ ენერგიებში ჩანს პაუზა, ხელფეხშეკრულობა, გაჩერებულობა, ბევრი ფიქრი, შეიძლება ერთ-ერთი მხარე ცხოვრების როლში ამ ურთიერთობაში ან დაჩაგრულია, ან რაღაცნაირად აი სიტუაცია ისეთი შეიქმნა, რომ თქვენ იძულებით ხართ რაღაცა ცუდ მდგომარეობაში ჩავარდნილი, არ გინდოდათ, მაგრამ ესე მიგიყვანათ ამ ზომამდე მიხვედით, ან სიტუაცია მივიდა აქამდე, საკმაოდ აი ესეთ განწყენებული სიტუაციებია, ბევრი პასიურობები, ბევრია. ერთ-ერთი მხარე ძალიან დაღლილი და მოდუნებულია და რესურს გამოცლი და იცახის, რომ აღარ შემიძლია თითქოს რაღაც მომენტში აქ წერტილიც არის დასმული ურთიერთობაზე და აი საკითხი გადაჭრილი და გადაწყვეტია და ამბობთ, რომ მორჩა, მეტი აღარ იქნება, ეს იყო რაც იყო მაქსიმუმ, მეტი აღარ მინდა, აქ უკვე აი დავიტანჯები, ცუდად ვიქნები, გავუძლებ, ავიტან, მეტს აღარ ვიზავ. შეიძლება ამ ურთიერთობაში აღარ ქნა მეტი, შეიძლება ზოგადად ურთიერთობებთან დაკავშირებით აღარ ქნა მეტი, შეიძლება კიდე ცოტა ზოგიერთ თქვენთაგანი ან სადღაც ძალიან გულის სიღრმეში მოლოდინში ხართ, რომ კიდე რაღაცა შეცვლის ეს ადამიანი, მაგრამ თქვენ არ შეცვლით. თავად თქვენ აქ ნაბიჯს არ გადაადგავთ. ეს თუ ვინმე რამე შეცვლის, იქნება მოთხოვნა გაქვთ, რომ სხვამ შეცვალოს. პარტნიორმა თუნდაც. აქ შეიძლება ოჯახიც არსებობს ბევრ თქვენთაგანთან და ოჯახურ სიტუაციაში, ან ოჯახი იყო და გაჭედილები ხართ საკმაოდ ოჯახურ სიტუაციაში. არ გამოვრიცხავ, რომ საპირისპირო სქესის მხრიდან იყოს მესამე პირის არსებობა, ან ზოგადად მესამე პირებიც არსებობდეს, ჩანს რაღაც ესეთი მომენტი, რომ აქ ვიღაცა ზემოქმედებს და მანიპულირებს და გავლენას ახდენს თქვენს პარტნიორზე, ან შეიძლება ვიღაც ქალთან ან მამაკაცთან, ეხლა მამაკაცებიც ხომ იყურებთ, წასულია ეს ადამიანი და თითქოს მისი გავლენის ქვეშ იმყოფება რაღაც მომენტში ეს პიროვნება, მაგრამ სადღაც თქვენზე მაინც ефიქრება იმ სიმყუდროვეზე, იმ რესურსებზე, იმ ენერგიაზე, რაც თქვენ ამ ურთიერთობაში ჩადეთ. ვნახოთ ის საინტერესო თავად მისი ენერგიები როგორია თქვენთან ურთიერთობაში და თქვენთან დაკავშირებით, თქვენი ჩაფიქრებულის. როგორი ხედავთ, როგორი ყურებთ. თავად ამ ადამიანს საკმაოდ ნოსტალგიები, ემოციები, მონატრებები სხვათა შორის აქვს. ფიქრობს, რომ გამოვიდეს კონტაქტზე, ფიქრობს რაღაც შანსებზე, შესაძლებლობებზე, ცოტა თავს იფასებს, აქ ეს ცოტა თავის დაფასების მომენტიც და თითქოს და ესეთი ქედმაღლური ენერგიები აქვს, რომ მე პატივს დაგდებ შენ თუ შენთან მოვედი და ეს უნდა დააფასო, მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში ხდება, რომ თლად პატივს დასადებით ema არ აქვს აქ ამ ადამიანს და თავად მასაც ძალიან დიდი გრძნობები და დიდი სიყვარული აქვს, უბრალოდ ამის აღიარება არ უნდა, თქვენგან უნდა, რომ წავიდეს გრძ შეხვეწება, თბილი ნოტები, რაღაც თბილი ენერგიები. თუმცა თავად მასაც სიყვარულის გრძნობა ნამდვილად გააჩნდა და რაღაც მომენტში თითქოს ხედავ, აი დაძრულია, აი გზაზე დგას, აი ფიქრებით ყოველ შემთხვევაში, რომ აი ეხლა მივალ, აი დროს გავწელავ, აი ზეგ მივალ, ცოტა დაველოდები იქნებ რამე ქნას და მერე მე მივიდე, აი სადღაც ესეთ ტალღებზეც დგას თქვენი ჩაფიქრებული, თუმცა აი წამოდგომილი არის, უნდა მოვიდეს ცოტა ხანში, ესეთენი თუ გზაში არ გატრიალდა და რამე ჭკუ არ გადაუტრიალა ვინმე რამე შეიძლება გამოჩნდეს. აბა ვნახოთ თქვენ როგორ ხედავთ ეხლა ამ ურთიერთობას, თქვენი თვალთა ხედვითაც გადავხედოთ, თქვენ რა ენერგიებში დგახართ და მე ნაბიჯები და საერთო მომავალიც გადავხედოთ, რა გიჩანთ. აბა თქვენი ხედვა როგორია? არ ვიცი, აქ გონია რომ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ადამიანი ძალიან მატყუარა იყო, ძალიან ბევრ რამეში გამოგიყენოთ, აქ ძალიან ბევრი ნიღბები, ორაზროვნებები, გაურკვევლობები მოგდით თქვენ, შეიძლება ბოლომდე ამ პიროვნების სახე კიდე ვერ ამოიცანით, ან რაღაცა ეტაპზე თქვით, რომ აი დაგინახე რა ეშმაკი ხარ, მაგრამ სადღაც კიდე არ გინდათ ბოლომდე რეალობის დანახვა, აქ ძალიან ბევრი დაფარულობა, ძალიან ბევრი ტყუილია, ვნება, მიზიდულობა დიდი გაქვთ, თუმცა გულის წყვეტაც ძალიან დიდი გაქვთ აქ, სადღაც გესაჭიროებათ აღიარება ამ პიროვნებისგან, რომ აი დაფასდეთ და საზოგადოებაში, ან ვიღაცის თვალში, ან გაიმარჯვოთ, ამის მოთხოვნილება დიდი გაქვთ, მაგრამ აქ მესამე პირებსაც ხედავთ, შეიძლება ეს პიროვნება თქვენთან გარდა სხვა ადამიანთანაც ფლირტაობს, არ შიყოფს და ესეთი გაურკვეველი ენერგიებში იმყოფება, გაჭედილია.
ქვენთან არ იმჩნევთ, რომ ცუდად ხართ, არ იმჩნევთ, რომ გაწუხებთ რამე, თან ისეთ გახართ ყოჩაღებად, მაგრამ შინაგანად ბევრ გულიწყვეტაში ხედავ. აქ თქვენი ხედვით ადამიანი გატყუებდათ ძალიან ბევრს. ან პიროვნება იყო მატყუარა და სწორი და მართალი არ იყო თქვენთან. ნახოთ რა იქნება თქვენ შორის ახლო მომავალში 2 თვის განმავლობაში. გამნახლებით განვითარდება ურთიერთობა. ოჰო, აქ პირველ რიგში განვითარებაზე გითხ, რომ ქალბატონზეა, ქალეზეა დამოკიდებული ურთიერთობას როგორ წავა. თუ ქალები მიყურებთ თქვენზეა, თუ მამაკაცები მიყურებთ, მაშინ საპირისპირო სქესზეა დამოკიდებული სიტუაცია. რამდენად შეძლებთ გახსნას, რამდენად იქნება გულწრფელობა ამ ურთიერთობაში. აქ ჩანს ბევრი თვალიერება, ბევრი კიტი, ბევრი კითხვის ნიშნები, თითქოს რაღაცებია კიდე ამოუწურავი, რაღაცას კიდე ელოდებით, რაღაცას წარსულში კიდე ქეკავთ მომავალში ჩანს, მომავლის გადმოსახედიდან. მგონია რომ თქვენი გზები გადაიკვეთება აუცილებლად, აქ უფრო შეიძლება სადღაც საჯარო სიტუაციაში, ან საჯარო სივრცეში შეხვდეთ ერთმანეთს, ან უბრალოდ სოციალურ ქსელშიც, მაგრამ უფრო მგონია რომ რაღაცა ისეთი ადგილი იქნება, სადაც ბევრი ადამიანი იტრიალებს, გადაკვეთა გელოდებათ, გექნებათ ნამდვილად. პრინციპში, აი რაღაცა ეტაპზე გაქვთ ცოტა სირთულეები, აქ გადასალახი და ბევრ თქვენთაგანთან შეიძლება რომ რაღაც მომენტში აქ ურთიერთობა მოტრიალდეს და სიცხადე შემოვიდეს. აი იმ ყველაფერზე, იმ კითხვებზე, რაზეც პასუხები ვერ მოგიძიებიათ, აქამდე მომავალში განათდება, გამოჩნდება ყველაფერი, მზესავით გამოანათებს აქ სიტუაციები და გაერკვევით საკუთარ თავში. თუ ურთიერთობა არ დალაგდება, იმას მაინც გეტყვით, რომ თქვენ თვითონ დალაგდებით და თქვენს თავში სიმშვიდეს მოიპოვებთ ამ ურთიერთობასთან დაკავშირებით. ისე ურთიერთობაში ძალიან ბევრი ეგოიზმია, ძალიან ბევრი ეგოს თამაშებია და ეგოს ჭიდილი. შეიძლება თქვენი მხრიდანაც, შეიძლება პარტნიორის მხრიდანაც, აი ჯახი ხდება, ვინ გაუძლებს დიდხანს და ეს შუბლით ჭიდაობა, ვინ მეტად გაქაჩავს აქ ურთიერთობას და ვინ დაარღვევს პირველი დუმილს მაგალითად, ან ვინ დათმობს პირველი, ვინ წავა დათმობაზე. ეგოს მომენტები საკმაოდ ბევრია. რაღაცები ახლა დასაბალანსებელი არის ამ ურთიერთობაში. თუ გინდათ ვნახოთ თქვენთვის რჩევა, რა ჯობია ამ პიროვნებასთან დაკავშირებით, რომ გააკეთოთ მომავალში, როგორ ჯობია რომ მოიქცეთ. თქვენი საუკეთესო ინტერესებისთვის. გეუბნებათ, რომ წახვიდეთ აქაური სიტუაციიდან, გაეცალოთ თქვენ უკვე ახალი გზა, ახალი მომავალი, ახალი თავგადასავალი, ახალი ცხოვრებისეული გამოცდილებები გესაჭიროებათ. ეს ურთიერთობა, ის სიტუაცია უკვე 10-ჯერ წაკითხულია, 100-ჯერ წაკითხული წიგნია, არაფერი ახალი არ არის და დროა ახალი ემოციური კავშირი იპოვოთ, დროა ახალი ურთიერთობის აშენებაზე იფიქროთო და ახალ სიყვარულზე იპოვეთ სიტუაცია ადამიანი, მიეცით თქვენს თავის ბედნიერების უფლება, ნუ ჩაუკეტავთ, ნუ შეუზღუდავთ და ანუ ეგოიზმა არ უნდა დაგძლიოთ რა, რაღაც მომენტში, ანუ თითქოს ჯინი გაქვთ, რომ მან ადგეს და თქვენთან მოვიდეს და ამ მოლოდინში, ამ ჯინიანობაში, ამ ჯიკაობაში რაღაც სასიყვარულო, საინტერესო ურთიერთობას კარგავთ. და აი თითქოს შეიძლება ბედნიერება ახლოსაც გაქვთ, კართან მომდგარი გქონდეთ, მაგრამ ვერ ამჩნევდეთ. ან ამჩნევთ, მაგრამ საკმარისად ღრმად არ შედიხართ, იმის გამო, რომ იქ ხართ ძველში ჩარჩენილი და დაფიქრდით კარგად, საით მიდიხართ. აქ რჩევა არის ის, რომ ახალი ურთიერთობისკენ, სიახლეებისკენ წახვიდეთ. გისურვებთ ბედნიერ, ჰარმონიულ სასიყვარულო ურთიერთობას.